სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა ღვინის ეროვნული დღე საქართველოში. ღვინის მწარმოებლების შეკრების ადგილი გუდიაშვილის მოედანი იყო. სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის გამოფენა გაყიდვასთან ერთად ისტორიულ უბანში გასართობ შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. პარალელურად თბილისმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. გალა მიღება კი ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. კიდევ ერთხელ მინდა საქართველოს მიულოცო ღვინის ეროვნული დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან ღვინო არის ქართული თანაცხოვრების განუყოფელი ნაწილი. დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ გამორჩეულად და განსაკუთრებულად იქნება შესაძლებლობა, როდესაც შესაძლებელია ვისაუბროთ ღვინოზე, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ღვინო ქართულია, ღვინო ქართველია და შესაბამისად დღევანდელმა დღემ ამისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მოგცა. ღვინო არის ჩვენი იდენტობის, ჩვენი კულტურის, ჩვენი თვითმყოფადობის ნაწილი და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე ის არის ჩვენი ეკონომიკის განუყოფელი პროდუქტი, რომელსაც საკმაოდ დიდი შემოსავალი მოაქვს. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე შედგა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. ისტორიული დღე არის, რომ შედგა ესეთი დღე და იმედია ის იქცევა ტრადიციად ქვეყნისათვის და გააერთიანებს მთლიანად საქართველოს. რადგან ეს არ არის კონკრეტული მიმართულება, ეს აერთიანებს ხალხს, აერთიანებს ძალიან ბევრ რეგიონს და ზოგადად აერთიანებს საინტერესო ადამიანებს, ყავს ბევრი ვიზიტორი და ქვეყნის პოპულარიზებაც ხდება.